2014 წელს ტრადიციული საბანკო სისტემის მოუქნელობამ ტექნოლოგიური ენთუზიასტების მცირე ჯგუფი რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა კომპანია ტეზერი. მათ კრიპტო ბირჟებს შორის დოლარის ციფრული ეკვივალენტით უწყვეტი ვაჭრობის მექანიზმი შექმნეს და ტრადიციული ვალუტა ბლოკჩეინზე პირველად გადაიტანეს. ბაზარზე უოლ-სტრიტის მერყეობისგან დაზღვეული სტაბილური სააღრიცხვო ერთეული გაჩნდა, რომელმაც ფინანსური ტრანზაქციების ისტორიაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო. დროთა განმავლობაში ეს ვიწროდ სპეციალიზებული ინსტრუმენტი გლობალური ეკონომიკის მთავარ გამოწვევებს მოერგო. პანდემიის პერიოდში ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების კოლაფსის ფონზე ტეზერი მილიონობით ადამიანისთვის მაშვალ რგოლად იქცა. განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ინფლაციისა და ეკონომიკური ქაოსისგან თავის დასაღწევად კაპიტალი სწორედ ამ ციფრულ აქტივში დააბანდა. საზღვრისპირა ვაჭრობისა და ტრანსნაციონალური გზავნილების გამარტივებით მომხმარებლებმა რეალური ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ციფრული ეკონომიკის გაფართოება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე პირდაპირ აისახა. 2017 წელს დაფიქსირებულმა 1 მილიარდიანმა კაპიტალიზაციამ 2018 წელს 2 მილიარდამდე, ხოლო 2019 წელს 25 მილიარდამდე მოიმატა. დღევანდელი მონაცემებით კომპანიის სავარაუდო ღირებულება 350-დან 500 მილიარდ დოლარამდე მერყეობს. მისი მთავარი ციფრული აქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 189 მილიარდ 400 მილიონ დოლარში ადგეს. სადაც მხოლოდ ბოლო 24 საათის ვაჭრობის მოცულობა 53 მილიარდ 300 მილიონ დოლარს უტოლდება. ამერიკული სახაზინო ობლიგაციებით უზრუნველყოფილი წლიური მოგება კი 15 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ფინანსური სექტორის მიღმა კომპანიამ სტრატეგიული ინტერესები ბიტკოინის ეკოლოგიურად სუფთა მაინინგის, ხელოვნური ინტელექტისა და ნეიროტექნოლოგიების მიმართულებით გააფართოვა. Northern Data, Volcano Energy და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში განხორციელებული ინვესტიციებით მენეჯმენტმა ტექნოლოგიური პროგრესის დემოკრატიზაცია უზრუნველყო. ნეიროტექნოლოგიებში მიმართული კაპიტალი ადამიანისა და მანქანის გონების შერწყმასა და კრეატიულობის ახალ განზომილებაში გადაყვანას ემსახურება. ექსპანსიის ამ მასშტაბურ ფონზე სულ ცოტა ხნის წინ ბაზარზე კიდევ ერთი აგრესიული ეკონომიკური სვლა დაფიქსირდა. ტეზერი იაპონური კონგლომერატისგან, SoftBank-ისგან ბიტკოინის შემგროვებელი ფონდის 21 Capital-ის 26%-იან წილს გამოისყიდის, რომელიც 679 მილიონ დოლარად შეფასდა. მყიდველი მანამდეც ფლობდა 45%-ს, შესაბამისად ამ ტრანზაქციით მან კაპიტალზე აბსოლუტური კონტროლი დაამყარა. 3 მილიარდ 900 მილიონი დოლარის ღირებულების 42,000 ბიტკოინის სამართავად შექმნილმა ამ ფონდმა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნის გამო სერიოზული დარტყმა მიიღო. ფინანსური რისკების გასანეიტრალებლად კორპორაციამ სავაჭრო პლატფორმა Strike-თან და მაინინგის კომპანია Electron Energy-სთან სტრატეგიული შერწყმის პროცესი უკვე დაიწყო. ამ მრავალმილიარდიანი მექანიზმის უკან ტექნოლოგიური და ფინანსური სექტორის პროფესიონალები დგანან. აღმასრულებელი დირექტორი პაულო არდოინო, თავმჯდომარე ჯან-კარლო დევასინი, ფინანსური დირექტორი საიმონ მაკუილიამსი და ოპერაციული დირექტორი კლაუდია ლაგორია ყოველდღიურად ახალ ეკონომიკურ წესრიგს აყალიბებენ. პიროვნული სუვერენიტეტის ფილოსოფიაზე დაფუძნებული ეს სტრატეგია სტანდარტული ფინანსური ინსტრუმენტების შექმნის ფარგლებს უკვე დიდი ხანია გასცდა. გეოგრაფიული თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად ეს ეკოსისტემა დედამიწის თითოეულ მცხოვრებს ფინანსური დამოუკიდებლობისა და განვითარების რეალურ პერსპექტივას თავაზობს.